თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აგროტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკს უმასპინძლა. უმაღლესი სასწავლებლების 50-მა სტუდენტმა სოფლის მეურნეობის დარგში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების ლექციები და პრაქტიკული ტრენინგები. მათ შორის ახალგაზრდებმა დრონების მართვა შეისწავლეს. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს იყო 5-დღიანი საერთაშორისო სტუდენტური ბანაკის მთავარი თემა. ღონისძიებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პროექტი კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა და მონაწილეობას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის 50 სტუდენტი იღებდა. ბანაკის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ სოფლის მეურნეობის დარგში. ეს სიახლეები აგრარული სექტორის მოდერნიზაციას უწყობს ხელს. ბანაკის მთავარი მიზანი არის ურთიერთობა სტუდენტებს შორის, მათი აზრის გაზიარება, სიახლის გაცნობა, რომელსაც უცხოელი კოლეგები მოგვიტანენ სტუდენტებისთვის და თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელება. რა თქმა უნდა, ბანაკი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები და ეს იქნება მათი ურთიერთობის დასაბამი და შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკს, რომელიც ასე ვთქვათ, ხორციელდება CIF პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სოფლის მეურნეობაში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს როგორც კახეთის რეგიონში, ისე ზოგადად საქართველოში ტექნოლოგიების ინოვაციების დანერგვას საგანმანათლებლო პროგრამებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულების ინდუსტრიაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტში მონაწილეობას იღებს შვედეთის აგრარული უნივერსიტეტი და ალტე უნივერსიტეტი. 5 დღის განმავლობაში სტუდენტებთან გაიმართა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ლექციები და პრაქტიკული ტრენინგები. მათ შორის ახალგაზრდებთან ჩატარდა დრონების მართვის შესახებ პრაქტიკული სემინარი. ექსპერტების განმარტებით სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას აგროსექტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან. ახალგაზრდებმა დიდი პოტენციალი აჩვენეს. საერთაშორისო ბანაკში მიღებული ცოდნა შემდგომ საქმიანობაში აუცილებლად გამოადგებათ. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სიახლეზე, რომლის დანერგვაც საქართველოს აგროსექტორისთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ვფიქრობ, ახალგაზრდები მიღებულ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ. მონაწილეებმა ბანაკის ფარგლებში მოამზადეს გუნდური პრეზენტაციები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს ეხებოდა. სტუდენტების განმარტებით 5 დღის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვეს, რომელსაც შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ. ჩვენს უნივერსიტეტში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კვირეული, რომელიც ორიენტირებული იყო აგროტექნოლოგიების დანერგვაზე თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. მიზანი რატომაც ჩავერთვე არის ის, რომ პირველ რიგში ვსწავლობ ამ მიმართულებით და ასევე მნიშვნელოვანი არის აგროტექნოლოგიები დავნერგოთ სოფლის მეურნეობაში, რათა პირველ რიგში შემსუბუქდეს შრომა ფერმერის და ასევე აგროტექნოლოგიების გამოყენებით მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, რაც თავისთავად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ბანაკის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. კონკურენტული ინოვაციის ფონდის პროექტის პარტნიორები არიან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უმაღლესი სასწავლებელი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შვედეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა და მონპელიეს უნივერსიტეტები.